არსებობს თუ არა შეთანხმება ვლადიმერ პუტინსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ეხმარებიან თუ არა ოლიგარქს ქვეყნის მართვაში FSB-ს ოფიცრები. რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკი ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული რუსი ოპოზიციონერი გენადი გუდკოვი ევროსკოპთან ინტერვიუში მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე საუბრობს. გუდკოვის თქმით, ნაცნობი რუსი ოლიგარქებისგან სმენია, რომ ივანიშვილსა და პუტინს შორის შეთანხმება არსებობს, რომლის პირობები რუსეთის პრეზიდენტმა უკვე შეასრულა. სანაცვლოდ კი ივანიშვილს სერიოზული მორალური ვალდებულებები დაეკისრა. ხვდები, რატომ არის ქართული ოცნების მხრიდან პუტინზე მიჯაჭვულობა. როგორც რუსი ოლიგარქები მიყვებიან, რომლებიც ივანიშვილს კარგად იცნობენ, იყო შეთანხმება პუტინსა და ივანიშვილს შორის, რომ პუტინი ივანიშვილს ძალაუფლებაში მოსვლაში და რუსეთში არსებული მრავალმილიარდიანი პირადი აქტივების გატანაში ხელს არ შეუშლიდა. პუტინმა თავისი პირობა შეასრულა და რა თქმა უნდა, ივანიშვილის მხრიდან არსებობს უსერიოზულესი მორალური ვალდებულება. ეს არის ჭორი, რომელიც ძალიან ბევრჯერ მომისმენია ჩემი ნაცნობი სხვადასხვა რუსი ოლიგარქისგან. FSB-ს ყოფილი პოლკოვნიკი ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძესთან ინტერვიუში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ საქართველოში მუდმივად იმყოფებიან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მაღალი რანგის ოფიცრები. მისი თქმით, ისინი სახელმწიფო საზღვარს ყალბი დოკუმენტებით კვეთენ და საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკონტროლებენ. მაღალი თანამდებობის ადამიანებისგან მომისმენია, რომ ივანიშვილის მმართველობის საქართველოში FSB-ს მაღალი რანგის ოფიცრები მუდმივად იმყოფებიან. როგორც მითხრეს, ისინი ყალბი დოკუმენტებით კვეთენ საზღვარს, გარკვეული დრო ჩერდებიან და ბრუნდებიან. მერე მოდის შემდეგი ცვლა. როგორც ჩანს, ისინი რაღაცნაირად აკონტროლებენ და თანამშრომლობენ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ინარჩუნებს დემოკრატიის საწყისებს და ყველაფერი ჯერ არ არის დაკარგული, ვხედავთ, რომ საქართველო სერიოზულად იწყებს პუტინის გზით მოძრაობას. უცხოეთის გავლენის აგენტების კანონი გადახატულია რუსული კანონიდან და არა მხოლოდ ეს კანონი. ვხედავთ მოქმედებათა ასლს, რომელიც პუტინის მიერ რუსეთის დამონების სცენარს იმეორებს და ამას ვხედავთ ძალიან ნათლად. გენადი გუდკოვმა ინტერვიუში პუტინის რეჟიმზე და მისგან მომავალ საფრთხეებზეც ილაპარაკა. მისი თქმით, რუსეთი როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად მსოფლიოსთვის არის საშიში.